მოგესალმებით, მოკლედ, რადგან ჰაუსში გვყავს ახალი მონაწილე, ჩემი მომზადებული ოსტრი და აი ასეთი სერიოზული რეიტინგი დადო და ყველას აინტერესებს თუ როგორ მოვამზადე ეს შელოცვილი ოსტრი. მე მინდა დღეს განახოთ და ერთად მოვამზადოთ და რა თქმა უნდა თან უნდა შევლოცოთ. ძალიან ბევრი ვეძებე, მაგრამ ვირის ტვინი ვერ ვიშოვე, ასე რომ მომამზადებ ჩვეულებრივად საქონლის ხორცით და ნახეთ რას ვშვებით. მოკლედ ამ საქონლის ხორცს სამჯერ შემოვატარებთ ესე ცეცხლზე. 1, 2, 3. всё, ეს ნიშნავს, რომ ხორცი შეილოცა. მეგობრებო, ხორცის დაჭრის დროსაც არ უნდა დაგავიწყდეთ ესე სანთლის შემოტარება ხოლმე ხშირად, რაც უფრო ხშირად გააკეთებთ, მით უკეთესია. მოკლედ, ხორცი სანამ ითუშება, ჩვენც უნდა ვიმეოროთ ეს მოძრაობები გაუჩერებლად. როდესაც ხორცი მოითუშება, ჩავკრეთ ხავსს და ნიორს და ერთად მოვთუშავთ და თან, რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება ეს მოძრაობები, არა, ბოდიში თამერია ესე. უნდა შემოვატაროთ ყოველ წამს, რომ ესე ერთად მოითუშოთ. დაგვჭირდება პომიდორი, ოღონდ არა, ჩვეულებრივი პომიდორი არა. ეს უნდა იყოს შელოცვილი მიწიდან, ჯადოქრის სახლიდან მოტანილი ამოსული პომიდორი. ნუ მე მაქვს, რა თქმა უნდა, კონტაქტები და ვიშოვე ეს პომიდორი. თუ თქვენ ასეც ვერ იშოვით, ამ ოსტრის გაკეთებას არ აქვს აზრი. ნუ ეხლა ეს ჩვენი ჯადოქრის პომიდორები უნდა გავთალოთ და ჩავამატოთ. მოკლედ ეს პომიდორიც ჩავამატე და ახლა უნდა დავამატოთ ცოტა ზეთი, ნუ რა თქმა უნდა ეს ზეთი ჯობია იყოს შელოცვილი. რა თქმა უნდა შელოცებს თუ გავაკეთებთ უკვე შელოცვილი რაღაცებისგან უფრო მეტად იმოქმედებს. არ დაგვავიწყდეს წყლის დალევა, რადგან როდესაც ვაკეთებთ შელოცვებს ჩვენგან ბევრი ენერგიები მიდის და რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ რომ ჩვენ ენერგიები დავიბრუნოთ. შემდეგ ვამატებთ წიწაკას, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიცვას მწარე რაღაცებისგან, ესეც უნდა იყოს შელოცვილი და ჯადოქრის მიწიდან ამოტანილი. ახლა დავუმატებ ჯადოქრის სისხლს 2 კოვს და შემდეგ წყალს. ახლა ვუკეთებ ჰიმალაის მარილს ვარდისფერს, რომ უფრო იყოს დაცული ეს კერძი. ცოტა პილპილი რო სიბოროტისგან დამიცვას, მაგრამ ამ ბოროტი ადამიანებისგან მაინც არ მიცავს. ახლა ჩვენ ველოდებით. დღეს ვუკეთებ ოსტრს ჩემ ძაღლს, რომ შევლოცო, რომ შევუყვარდე. ნახეთ როგორ შეშინებულია. ისე ელოდება ოსტრს, რომ გაგიშებულია, მაგრამ არ იცის, რომ შელოცვილი ოსტრი უნდა ვაჭამო. მე ვამატებ ცოტა ხმელსუნელსაც, რადგან აქ არის ბევრი რამე გაერთიანებული, რაც შელოცვისთვის რა თქმა უნდა ძალიან მაგარია. ბოლოს ვაყრით ქინძს და თან ვამბობთ სიტყვებს შეილოცე ოსტრო, შეილოცე და ასე ვაგრძელებთ. აი, ასეთი გამოვიდა ჩვენი შელოცვილი ოსტრი. შემდეგ რას ვაკეთებთ? ვიღებთ ამ ჩვენ ოსტრს და ვლოცავთ. ნუ ეს შიგადაშიგ უკვე შევლოცე. ვაიმე ძალიან ცხელია. მოკლედ ვიღებთ სანთელს და ვატარებთ ესე და ვამბობთ. და იყოს ყველაფერი ისე როგორც მე მინდა და ერთი წუთით. всё. ეს იყო ჩემი შელოცვა. ახლა შეგიძლიათ ეს ოსტრი მოუმზადოთ თქვენს ადამიანებს და მიირთმევენ და შემდეგ ისინი გახდებიან თქვენზე შეყვარებულები.